წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებთ და ხედავთ, რომ საკვები დეფიციტშია, ფაქტობრივად აღარ არსებობს. იმიტომ კი არა, რომ ომი დაიწყო ან რაიმე ბუნებრივი მოვლენა მოხდა. არა. მინდვრები კვლავ გადამწვანებულია. გზაზე მარცვლეულით სავსე სატვირთო მანქანები დადიან და საწყობებში დიდი რაოდენობით პური ინახება. თუმცა თქვენ სახლში არაფრის ქონის უფლება არ გაქვთ. აბსურდულად ჟღერს არა? კი, თუმცა 100 წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც ზუსტად ასეთ პირობებში ჩვენს წინაპრებს მოუწიათ ცხოვრება. ისინი უსაზღრო დახუნძლულ მინდვრებს უყურებდნენ და შიმშილით კვდებოდნენ. დედები შვილების გამოყვებას უკანასკნელი მუჭაფქვილით ცდილობდნენ. მამები საკვების საძებნელად მიდიოდნენ და შინ ვეღარასდროს ბრუნდებოდნენ. სოფლები, რომლებშიც საღამოობით ხალხი იკრიბებოდა, იცინოდნენ და ხუმრობდნენ, ნელ-ნელა გვამებით ივსებოდა. ყველაზე საშინელება ის არის, რომ ეს ყველაფერი სადღაც შორს კი არა, აქ ხდებოდა. როდესაც 1922-1923 წლების შიმშილზე საუბრობენ, ძირითადად იხსენებენ უკრაინასა და ყაზახეთს და იშვიათად ახსენებენ კავკასიას, იმ მიწას, რომელზეც საუკუნეების განმავლობაში მარცვლეული მოჰყავდათ. ნიადაგს, რომელიც იმდენად ნაყოფიერი იყო, რომ ადამიანები საკუთარი ერის მთავარ სიმდიდრედ მიიჩნევდნენ. თუმცა რამდენიმე თვეში ყველაფერი წარმოუდგენლად შეიცვალა. ადამიანები მთელ ქონებას ერთი პურის გამოყიდნენ. ოჯახურ რელიქვიებს ერთ ტომარაბ ქულში ცვლიდნენ. ჭამდნენ ყველაფერს, ბალახს, ფესვებს, ფოთლებს და ზოგჯერ სასოწარკვეთის იმ დონემდე მიდიოდნენ, რომ ჩადიოდნენ იმას, რაზეც მომავალში ვეღარ საუბრობდნენ. ჭამდნენ მიცვალებულთა გვამებს და ბოლოს ერთმანეთს. ეს არაა გაზვიადებული ამბავი ან ლეგენდა. ეს ფაქტია. გამარჯობა, მე ვარ ანა და დღეს ვისაუბრებ მოვლენებზე, რომლებიც ისტორიკოსთა წრეში დღემდე სადავოა. დოკუმენტებზე, რომლებიც 10 წლეულობის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო და ჩვეულებრივი ადამიანების ბედზე, რომლებიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფის ცენტრში აღმოჩნდნენ. რაც მთავარია კავკასიაზე და იმ ადამიანებზე, რომელთა სახელებს ისტორიის წიგნებში იშვიათად ხვდებით. ოჯახებზე, რომლებმაც გადაიტანეს შიმშილი და მათზე, ვინც სამწუხაროდ შეეწირა ამ საშინელ მოვლენებს. სხვადასხვა შეფასებით საბჭოთა კავშირში 1922-1933 წლის შიმშილს მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის კავკასიის არაერთი სოფლის აბსოლუტურად ყველა წევრი. ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია და რატომ, ამას მალე გაიგებთ. თუმცა ერთი რამ უტყუარია, ეს კოლოსალური მასშტაბის კატასტროფა იყო. კავკასია 1930-იანი წლების დასაწყისი. თენდება, მზე მაღალი მთიდან ჯერ ახლა იწორება. სოფელში ქალები საუზმეს ამზადებენ, კაცები მინდორში გასასვლელად ემზადებიან. ვიღაც თალარს ამოწმებს, ვიღაც სიმინდს ასუფთავებს, ვიღაც კი ითვლის წელს რამდენი მარცვლეულის აღება მოახერხა. მათი ცხოვრება ნამდვილად არაა მარტივი, გათენებიდან მზის ჩასვლამდე მუშაობენ. თუმცა ამას ყველა მიჩვეულია. ასე ცხოვრობდნენ მათი მშობლებიც, ბებია-ბაბუებიც და სჯერათ, რომ ეს ბედი ელით მათ შვილებსაც. კავკასიელებისთვის მიწა შემოსავლის წყაროზე მეტია. უსაფრთხოებაა, იმის გარანტია, რომ ზამთარშიც კი მშივრები არ დარჩებიან. ბეღელში მარცვლეული ექნებათ, შინაური ცხოველები ეყოლებათ და რთული პერიოდის დადგომის შემთხვევაში შიმშილით არ დაიხოცებიან. რევოლუციის, სამოქალაქო ომისა და 1920-იანი წლების ქაოსის შემდეგ ხალხს გონია, რომ ყველაზე ცუდი პერიოდი უკან მოიტოვეს. თუმცა ამ დროს მოსკოვში იღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მილიონობით ადამიანის ცხოვრებას სამუდამოდ გაანადგურებს. 1920-იანი წლების ბოლოსთვის საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის მასშტაბური რეფორმა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ მაშინ ქვეყნის სათავეში ბოლშევიკები იყვნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათი პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ შიმშილსა და გაჭირვებას დაამარცხებდა. მოდით მათ პოსტერებს გადავხედოთ, რათა უკეთ გავიგოთ ხალხი გვერდში რის გამო დაუდგათ. ახლა კი ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანა უფრო სწრაფი ტემპით უნდა განვითარებულიყო. საჭირო იყო ქარხანა, ფაბრიკები და თანხა ინდუსტრიალიზაციისთვის. ამ რესურსების მთავარი წყარო კი სოფლის მეურნეობა უნდა გამხდარიყო. რეალურად ეს კურსი იმიტომ იქნა არჩეული, რომ ბოლშევიკურ ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით კი სტალინს მიაჩნდა. კაპიტალისტურ ქვეყნებთან ომი გარდაუვალი იყო. ამისთვის მძლავრი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უნდა შექმნილიყო. ვინაიდან საბჭოთა კავშირს არ შეეძლო მძიმე მრეწველობისთვის საჭირო აღჭურვილობის წარმოება, ის უცხოეთში უნდა ეყიდათ. ამის გასაკეთებლად კი საჭირო იყო უცხოური ვალუტა, რომლის მისაღებად რაიმე უნდა გაეყიდათ.
მთავარი საექსპორტო საქონელი პური, მარცვლეული გახდა. ანუ საბჭოთა კავშირს პური და მარცვლეული გაჰქონდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და ბელგია, იღებდნენ უცხოურ ვალუტას და მათგანვე ყიდულობდნენ ქარხნებს, ტრაქტორებს, ლოკომოტივებს, მეტალურგიულ დანადგარებს და ელექტროსადგურების აღჭურვილობას. გეგმის მისაღწევად უნდა დაიწყოთ კოლექტივიზაცია, რადგან ბოლშევიკები მალევე მიხვდნენ, რომ წვრილი გლეხური მეურნეობის პირობებში რთული იქნებოდა მარცვლეულის ნაკადის კონტროლი. ფერმერები სახელმწიფო მოჯამაგირეებად უნდა ექციათ, რომლებიც პირველ რიგში სახელმწიფოს გეგმას შეასრულებდნენ. პლუს ამით მოხერხდებოდა პურზე სახელმწიფო მონოპოლიის დამყარებაც, რათა აღმოფხვრილიყო კერძო შემწყიდველებთან კონკურენცია. თეორიულად ქაღალდებზე ყველაფერი მიმზიდველად გამოიყურებოდა. ფერმერებს ახალ ტექნიკას, სამსახურს, დიდ მომავალსა და თანამედროვე სოფლის მეურნეობას პირდებოდნენ. თუმცა, დაპირებებსა და რეალობას შორის მალევე დიდი უფსკრული გაჩნდა. ხალხს კოლმეურნეობაში გაწევრიანებას აიძულებდნენ, ვინც წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, ქვეყნის მტრად აცხადებდნენ, ვინც საკუთარი ნებით არ თანხმდებოდა, საბოტაჟში ადანაშაულებდნენ და მათ, ვინც საკუთარი ქონების შენარჩუნებას ბედავდა, ყულაკებს უწოდებდნენ. კავკასიის მოსახლეობის ნაწილისთვის ეს უკვე ბევრ კითხვის ნიშანს ბადებდა, თუმცა არ იცოდნენ, რომ წინ ელოდათ ისეთი მოვლენები, რომლებიც რეგიონის ბედს სამუდამოდ შეცვლიდა. იქამდე კი ისინი აგრძელებდნენ თესვას, მკას, სამოავლო გეგმების შენებას. ვერ წარმოიდგენდნენ, რომ რამდენიმე წელიწადში ათასობით ოჯახი არა კეთილდღეობისთვის, არამედ უბრალოდ გადარჩენისთვის იბრძოლებდა. 1928 წელს იოსებ სტალინმა ქვეყნის დაჩქარებული ინდუსტრიალიზაციის კურსი გამოაცხადა და გეგმა პრაქტიკაში განახორციელა. საბჭოთა ხელისუფლებამ ამბიციური და ფაქტობრივად ურთულესად მისაღწევი მიზანი დაისახა. რამდენიმე წელში აგრარული ქვეყანა ინდუსტრიალური უნდა გამხდარიყო. დაიწყეს ქარხნების მშენებლობა, საწარმოების შექმნა, რომლებსაც საბჭოთა კავშირის ეკონომიკის ტრანსფორმაცია უნდა მოეხდინათ. მაგრამ ამ ყველაფრისთვის სულ უფრო და უფრო დიდი ინვესტიციები ხდებოდა საჭირო, რის მთავარ წყაროდ დაპირებული სოფლის მეურნეობა იქცა. სახელმწიფო მართლაც ფერმერებისგან მარცვლეული შესყიდვა და მისი საზღვარგარეთ გაყიდვა დაიწყო. ამით შეულობდნენ უცხოურ ვალუტას, რომლითაც აღჭურვილობასა და ტექნიკას იწენდნენ. ერთ წელში 1929 წლის ბოლოსთვის მასობრივი კოლექტივიზაცია დაიწყო. მილიონობით ფერმერი კოლექტიურ მეურნეობაში გააერთიანეს, რაც ძირითადად იძულებით ხდებოდა. ოფიციალურად ეჟღერდა როგორც სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის გაზრდის გეგმა. თუმცა რეალურად პროცესს ხშირად თან ახლდა ზეწოლა, კონფისკაცია და მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობა. სიტუაციას ართულებდა ეგრეთ წოდებული ფასების მაკრადელი. ეს ის მოვლენაა, როდესაც ფასების დონეებსა და დინამიკას შორის უთანასწორობაა. სახელმწიფო გლეხებისგან სოფლის მეურნეობის პროდუქციას მაქსიმალურად დაბალ ფასად ყიდულობდა და ამასთან სამრეწველო საქონელს მათზე მაქსიმალურად მაღალ ფასად ყიდდა. ამ მექანიზმით ხდებოდა თანხების გადაკაჩვა სოფლიდან ქალაქში ინდუსტრიული პროექტების დასაფინანსებლად. ცხადია, ამ ცვლილებას განსაკუთრებულად მძაფრად ადამიანები იმ რეგიონებში შეხვდნენ, სადაც მიწა თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ადამიანები მიჩვეულები იყვნენ მამა-პაპისგან დატოვებულ მინდვრებში საკუთარი ოჯახებისთვის მუშაობას. ხალხი კოლექტივიზაციას როგორც საკუთრების წართმევას და ახალი ბატონყმობის ჩამოყალიბებას უყურებდა. 1920-იანი წლების დასასრულს და 30-იანების დასაწყისში საბჭოთა ხელისუფლებამ მდიდარ გლეხებს ყულაკები უწოდა. ტერმინი თავდაპირველად მევახშეს ან გადამყიდველს ნიშნავდა. თუმცა, საბჭოთა ხელისუფლებამ ის გამოიყენა ნებისმიერი გლეხის მიმართ, რომელიც ფლობდა წისქვილს, აქირავებდა შენობებს, ასაქმებდა მუშას, ან ჰქონდა ეგრეთ წოდებული არაშრომითი შემოსავალი. მართველი ძალის თქმით, ისინი თითქოს და ექსპლუატაციას უწევდნენ სხვის შრომას და ხელს უშლიდნენ კოლექტიური მეურნეობის დაარსებას. მაგრამ ამ კატეგორიაში მხოლოდ მდიდარი მიწათმფლობელები არ მოხვედრილან, არამედ ისინიც, ვისაც შედარებით დიდი ქონება ჰქონდათ. მაგალითად, ყავდათ ცხენი, რამდენიმე ძროხა, ჰქონდათ კარგი მოსავალი, საკუთარი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ან ჩამოსვლილთაგან არც ერთი. თუმცა თვალში ვინმეს არ მოსდიოდა. წარმოიდგინეთ, ადამიანები წყლობით აგროვებდნენ თანხას, რომ საკუთარი შრომა ოდნავ მაინც შეემსუბუქებინათ. ეყიდათ თუნდაც ცხენი, რომელიც მიწის დამუშავებაში დაეხმარებოდათ. და უცებ მათ უწოდებენ ყულაკს და ართმევენ ქონებას. ამაზეც არ ჩერდებიან. ასახლებენ საკუთარი სახლიდან და საბჭოთა კავშირის რომელიმე მივიწყებულ რეგიონში გზავნიან. ხელისუფლებამ ყულაკები სამ კატეგორიად დაყო. პირველი, კონტრრევოლუციური აქტივი. ისინი დახვრეტას ან საკონცენტრაციო ბანაკებში გადაგზავნას ექვემდებარებოდნენ. მეორე, აქტივის დანარჩენი ნაწილი. მათ საბჭოთა კავშირის შორეულ რაიონებში ასახლებდნენ.
მესამე, ნაკლებად საშიში კულაკები. კოლმეურნეობის მიწებიდან აძევებდნენ, თუმცა იმავე რაიონებში ტოვებდნენ. ოფიციალური მონაცემებით 1930-1931 წლებში გაკულაკების კამპანიის ფარგლებში 100,000-ობით ოჯახი გადაასახლეს. ისტორიკოსთა ვარაუდით, დეპორტირებული გლეხების რაოდენობა რამდენიმე მილიონზე მეტი იყო. მხოლოდ 1930 წელს გაკულაკების ოპერაციის ფარგლებში დახვრიტეს დაახლოებით 19,000 ადამიანი, ხოლო გადაასახლეს 560,000. 1930 წელს გადასახლებულთა რაოდენობა მილიონს გადააჭარბა და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს მხოლოდ ფურცლებზე წერია ასე, თორემ პრაქტიკაში რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა. მაგალითად, სოფელ ხოუმიში კოლმეურნეობაში შესვლაზე უარის თქმის გამო ვოვკუნებისა და კუდრიავცების ოჯახები გააკულაკეს და სახლებიდან გაყარეს. ვოვკუნების ოჯახში მალევე 2 მცირეწლოვანი ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა. თამარა ორლოვა იხსენებდა. ის შეძლებული კაზაკების ოჯახიდან იყო, რომელსაც 1932 წელს ყველაფერი წაართვეს. ცხენები, ძროხები და ტანსაცმელიც კი. მამა ციხეში ჩასვეს, ხოლო ბაბუა ტყეში გაიხიზნა, რომელიც მალევე გაყინული იპოვეს. საშადროები შევიყვებოდა, რომ მისი მამა მინდორში გაიყვანეს და ხალხის თვალწინ დახვრიტეს. სხვათა შორის არც თუ ისე ცოტა კულაკმა თავი საქართველოს შეაფარა, რომელთა შორის შეიძლება თქვენი მშობლების ბებია ბაბუებიც იყვნენ. ამასთან 1930-იანი წლიდან საქართველოშიც ბევრი ოჯახი გააკულაკეს. და ალბათ ფიქრობთ, როგორ ვერ ამბოხდა ხალხი და წინააღმდეგობა ვერ გაუწია მმართველ-ძალას, არა? ცხადია ამბოხების მასობრივი თანაც შეიარაღებული შემთხვევები იყო. მხოლოდ 1930 წლის მარტში დაფიქსირდა კოლექტივიზაციის, კულაკების გასახლებისა და ეკლესიების დახურვის წინააღმდეგ გამართული 6500-ზე მეტი გამოსვლა. ამავე წელს დაფიქსირდა 55 შეიარაღებული ამბოხი. გლეხები სოფლის საბჭოებს არბევდნენ და მძევლებს იყვანდნენ. სხვათა შორის, ძირითადად ასეთ ქმედებებს ქალები განახორციელებდნენ, რადგან თავდაპირველად ხელისუფლება მათ მიმართ ძალის გამოყენებას ერიდებოდა. ქალები ჯგუფურად გროვდებოდნენ, ძალის გამოყენებით კოლმეურნეობის ბეღელებიდან და საჯინიბოებიდან ჩამორთმეული საქონელი გამოყავდათ, თესლეული და ინვენტარი გამოჰქონდათ და კოლმეურნეობის მმართველობას არბევდნენ. გლეხებს იმდენად არ უნდოდათ კოლმეურნეობაში გაერთიანება და საკუთარი ქონების დათმობა, რომ გადასაცემ საქონელს კლავდნენ, რის შედეგადაც მხოლოდ 1 წელიწადში ცხენების რაოდენობა 4 მილიონით შემცირდა, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 3 წელიწადში მესამედით, ანუ 20 მილიონით. ხალხს ერჩია ხორცი ეჭამა ან გაეყიდა, ვიდრე საერთო საკუთრებაში გადაეცა. ამას ცხადია მოჰყვებოდა ძალადობა. პარასკოვია კირიენკო იხსენებდა, რომ მამამისი არ თანხმდებოდა კოლმეურნეობაში შესვლას, რის გამოც ენგავედემ სასტი გადაწამა. სახლში გონება დაკარგული მიიყვანეს. ის ერთ კვირაში გარდაიცვალა. წამება აპრობირებული მეთოდი იყო. ხალხს აიძულებდნენ კოლმეურნეობაში შესვლას ცემით, სიგარეტის სხეულზე დაწვით, მუხლებზე დაჩოქებით, წვერის დაგლეჯვით, დახვრეტის ინსცენირებით და სხვა მრავალი ამორალური ქცევით. მეორე კითხვა, რომელიც შეიძლება გაგიჩნდეთ, ალბათ ასე ჟღერს. თუ სიტუაცია ამდენად სასტიკი იყო, მაშინ რატომ არ გარბოდნენ? 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა პასპორტები მეფის რეჟიმის გადმონაშთად შერაცხეს და გაუქმეს. თუმცა 1932 წლის დეკემბერში სპეციალურად კოლმეურნეობის სისტემის გასაძლიერებლად საბჭოთა კავშირში საპასპორტო სისტემა კვლავ შემოიღეს. და რა ედგა წინ პასპორტის აღებას, არა? არაფერი. უბრალოდ მას გლეხებს არ აძლევდნენ და რომც ქონოდათ, ეს მაინც არაფერს არ გადაუწყვეტდათ. თუ ქალაქში გლეხს აღმოაჩენდნენ, უკეთეს შემთხვევაში ასახლებდნენ. ამის შესახებ ნაზინოს ტრაგედიის სახელით ჩემს არხზე უკვე ვიდეო დევს და შეგიძლიათ იხილოთ. ამასობაში 1932 წლისთვის საბჭოთა კავშირში მარცვლეული შესყიდვის გეგმები სულ უფრო მკაცრდებოდა. ადგილობრივ ხელისუფლებას ეგზავნებოდა გლეხებისგან მარცვლეულის აღების კონკრეტული რაოდენობა. ოღონდ, პრობლემა იმაში იყო, რომ ეს რაოდენობა ადგილზე არსებული რეალური სიტუაციის გათვალისწინებით არ დგინდებოდა და იმდენად აბსურდული იყო, რომ ოჯახებს მშიერს ტოვებდა. მოსახლეობას მხოლოდ ერთი გზა დარჩა. თვითგადარჩენისა და ოჯახების გამოყვების მიზნით მარცვლეული გადაემალათ. ზოგი მიწაში მარხავდა, ზოგი იატაკქვეშ მალავდა. თუმცა ამის შესახებ ხმები მალე გავრცელდა და საბჭოთა კავშირის ზოგ რეგიონში კომისიის სპეციალური წევრები დაიგზავნა. ისინი ჩხრეკდნენ სახლებს, საქათმეებს, ფარდულებსა და ბეღელებს. სახელმწიფო დასმენებსაც ახალისებდა. მეზობლის მიერ მარცვლეულის დამალვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის ადამიანი ჯილდოდ დამატებით საკვებს იღებდა. თუ ოჯახს დამალულ საკვებს უპოვიდნენ, უკეთეს შემთხვევაში მათ არა მხოლოდ მარცვლეულს, არამედ ყველაფერს ართმევდნენ. ტანსაცმელს, ავეჯს, ჭურჭელს და ცხოველს. 1932
წლის 7 აგვისტოს დადგენილებით, მინდორში პირადი გამოყენებისთვის მცირეოდენი თავთავის შეგროვებაც კი 10 წლიანი პატიმრობით ან დახვრეტით ისჯებოდა. ამ სასტიკმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ გლეხები, რომლებსაც თავად მოჰყავდათ მოსავალი, შიმშილით იხოცებოდნენ, რადგან სახელმწიფო მათ გამოსაკვებ მინიმალურ მარაგსაც კი არ უტოვებდა. შემოდგომისთვის მდგომარეობა უფრო დაიძაბა. ბევრ რაიონში იმაზე ცოტა მოსავალი მოვიდა, ვიდრე ელოდნენ, თუმცა ხელისუფლებას ასაღები გეგმა არ შეუცვლია. პარადოქსული მდგომარეობა შეიქმნა. რაც უფრო ცოტა პური რჩებოდა სოფლებში, მით უფრო იზრდებოდა ზეწოლა მათზე, ვისაც ის უნდა ჩაებარებინა. კომისია ეძებდა გადამალულ მარცვლეულს და მოსახლეობას სათესლე მარაგსაც კი არ თმევდა. გაუბედურებული ხალხი ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ უნდა გადაეგორებინათ კარზე მომდგარი ზამთარი. ოქტომბერ-ნოემბრისთვის პურის შესყიდვის გეგმა ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 60%-ით, უკრაინაში კი 40%-ით შესრულდა. სიტუაციის გამოსწორების მიზნით სტალინმა მოლოტოვის მისია დაიწყო. მან უკრაინაში ვიჩესლავ მოლოტოვი გაგზავნა, ზარმაცი ხოხლების, როგორც თავად უწოდებდა, გამოსაღვეძებლად. ის მიიჩნევდა, რომ მოსავლის ნაკლებობა არა ობიექტური მიზეზებით, არამედ კულაკების მიერ ინსპირირებული საბოტაჟით იყო გამოწვეული. დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები. მხოლოდ 1932 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე უკრაინაში პურის შესყიდვების საქმეებზე 16,000 ადამიანი დააპატიმრეს. სოფლებს, რომლებიც გეგმას ვერ ასრულებდნენ, ეგრეთ წოდებულ შავ დაფებზე აკრავდნენ, რაც სრულ იზოლაციას ნიშნავდა, მაღაზიებიდან საქონლის გატანას და სოფლის ფაქტობრივად სასიკვდილო ბლოკადას. სახელმწიფომ, იმის მაგივრად, რომ დახმარებოდა მოსახლეობას, გახსნა მაღაზიათა ქსელი, რომლებშიც სასოწარკვეთილი ადამიანები ოქროსა და ძვირფასეულობას ერთ პურში ცვლიდნენ. მმართველობა კი ამ ძვირფასეულობით მიღებული ვალუტით საბჭოთა ინდუსტრიის გიგანტებისთვის დასგებს ყიდულობდა. და დადგა ზამთარი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ჯერ პური გაქრა, ეტაპობრივად, ნელ-ნელა, ყოველდღიურად. ოჯახებმა შავი დღისთვის გადანახული მარაგის გამოყენება დაიწყეს. შემდეგ მაქსიმალურად მოზომილად ჭამა. ბავშვებს შედარებით მეტი ხვდებოდათ წილად, უფროსებს ნაკლები. როცა მარაგი ამოიწურა, ნივთების გაყიდვა დაიწყეს. ტანსაცმლის, ხელსაწყოების, ოჯახური რელიქვიების. ყველაფრის, რისი გაყიდვაც ან გაცვლაც შეიძლებოდა. მაგრამ მალევე აღმოჩნდა, რომ საკვები მეზობლებსაც არ ჰქონდათ. არც ახლომდებარე სოფლებს და არც რაიონებს. გლეხები გადარჩენის გზებს ეძებდნენ, ჭამდნენ ყველაფერს, რისი ჭამაც შეიძლებოდა. ბალახებს, ფოთლებს, ფესვებს. 1933 წლის გაზაფხულისთვის მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ აღარავინ აღარ ფიქრობდა მომავალ თვეზე ან მომავალ კვირაზე. ფიქრობდნენ მხოლოდ აწმყოზე და იმ დღეზე, რომელიც უბრალოდ როგორმე უნდა გადაეგორებინათ. სოფლებში შინაური ცხოველები აღარ დარჩნენ. ჯერ ქათმები გაქრა, შემდეგ ძროხები, ღორები, ცხენები. ჭამდნენ კატებს, ძაღლებს, ჩიტებს, ვირთხებსა და ცხოველების ლეშს. თუმცა, ვერც ეს იქნებოდა საკმარისი. საარქივო დოკუმენტები აჩვენებს, რომ საბჭოთა კავშირის ყველაზე დაზარალებულ რაიონებში ხელისუფლებამ კანიბალიზმისა და მიცვალებულთა ჭამის მრავალი შემთხვევა დააფიქსირა. როდესაც ადამიანი არღვევს ყველაზე ღრმა მორალურ ტაბუებს, უკვე გასაგები ხდება მდგომარეობის უკიდეგანო სირთულე. სასოწარკვეთა იმდენად დიდი იყო, რომ შიმშილმა წაშალა ყველა ზღვარი, წესი და იმედი. 1933 წლის გაზაფხულზე მხოლოდ კიევის ოლქის 42 რაიონში კანიბალიზმის 72 და გვამების ჭამის 65 შემთხვევა დაფიქსირდა. ხარკოვის ოლქში მაისის თვეში 254 შემთხვევა აღირიცხა. პარტიული მუშაკი მანსურ გატაულინი იხსენებდა, რომ ყაზახეთის ერთ-ერთ სოფელში ნახა ქვაბი, რომელშიც იხარშებოდა ბავშვის ფეხი და ხელის მტევანი. ამასობაში შიმშილისგან შეშლილი ქალები დანებით მის მძღოლს თავს დაესხდნენ. გადარჩენა მხოლოდ იარაღის გასროლის ხარჯზე მოახერხა. კავკასიაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენო საქართველო. ჩვენც იმავე სისტემაში ვიყავით და ჩვენზეც იმავე რეფორმები ვრცელდებოდა. თუმცა, შიმშილის დონე არ იყო იმხელა, როგორიც სხვა ცხელ წერტილებში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთან ცხოვრება მარტივი ან დალხენილი იყო, ან ხალხი არ შიმშილობდა. არა. 1930-იანი წლებიდან სირთულეებმა აქაც იმადა. საუკუნეების მანძილზე ადამიანების ცხოვრება მიწათმოქმედებასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ოჯახებს საკუთარი ნაკვეთები, მოსავალი და მარცვლეულის მოყვანის ტრადიციები ჰქონდათ, რომელიც კოლექტივიზაციამ შთანთქა. სახელმწიფომ დაიწყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებისა და დისტრიბუციის კონტროლი და ცხადია, მალევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საბჭოთა პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილებაც გაჩნდა.
ხალხი წინააღმდეგობას უწევდა კონფისკაციებს, ახალ მოთხოვნებს და უხეშ ჩარევას სოფლის ცხოვრებაში. უნდობლობა განსაკუთრებით მწვავე მთიან რაიონებში იყო. მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიისა და უკრაინის ზოგიერთი რეგიონისგან განსხვავებით, საქართველოს არ გამხდარა 1922-1923 წლების შიმშილობის შედეგად მასობრივი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. ჩვენთვის ეს იყო სახელმწიფო ზეწოლის, სოფელში ცვლილებებისა და მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების თანდათანობითი რესტრუქტურიზაციის პერიოდი. ბევრი გადაასახლეს. ბევრი დახვრიტეს, აწამეს, ზოგი დაიმონეს და ზოგი ვერ გატეხეს. იყო დასმენა, ძვირფასი ადამიანების გაწირვა საკუთარი თავის გადასარჩენად, ქაოსი, გაუგებრობა, საყრდენის გამოცვლა. და აქ ვერაფერს იმაზე უკეთეს ვერ გირჩევთ, ვიდრე ნინო ხარატიშვილის მერვე სიცოცხლეს. ჩემი აზრით ეს წიგნი ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს წაკითხული და არა მხოლოდ ქართველს. წიგნში იდეალურადაა აღწერილი ის პერიოდი და ოჯახი, რომელიც თაობების განმავლობაში ატარებდა ტრამვას და ჩემი აზრით დღემდე ასეთი ოჯახი ალბათ ყოველი მეათეა. როდესაც სიტუაცია ოდნავ გაუმჯობეს და ადამიანებს ეგონათ, რომ ამაზე უარესი ვეღარაფერი ვეღარ მოხდებოდა. თუმცა შეცდნენ. შიმშილთან ერთად მოვიდა სიჩუმე, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი. ადამიანებმა დაკარგეს მშობლები, შვილები, და-ძმები და ამაზე ვერ საუბრობდნენ. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ 13 წლის გოგონა და გყავთ მცირეწლოვანი და-ძმები. ჯერ მამას დაგიხრეტენ, შემდგომ დედა გარდაგეცვლებათ შიმშილით. პატარა სახლში სამ და-ძმასთან ერთად მარტო რჩებით, რომლებსაც ვერ უხსნით, რატომ არ არის საკვები. ჯერ ერთი ჩაგაკვდებათ ხელში, ვერაფერს აკეთებთ. შემდეგ მეორე და ბოლოს მესამე. მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ატაროთ ტვირთი, რომ თქვენ გადარჩით და ისინი ვერა. ყოველ ღამე ყურში უნდა ჩაგესმოდეთ მათი ტირილის ხმა. თვალწინ გედგეთ მათი ცარიელი, მშიერი თვალები. და ამაზე ვერც საუბრობდეთ. საბჭოთა კავშირში ეს ტაბუდადებული საკითხი იყო. გაზეთებში არაფერი იბეჭდებოდა, სკოლებში ამაზე არ საუბრობდნენ. ქვეყნის ოფიციალურ ისტორიაში ამ ტრაგედიაზე თითქმის არაფერი დაწერილა. ადამიანებს უნდა გაეგრძელებინათ ცხოვრება ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. კვლავ უნდა გასულიყვნენ სამუშაოდ, შეექმნათ ოჯახები და გაეზარდათ ბავშვები. თანდათან ტრაგედია მივიწყებას ეცემოდა, რადგან ადამიანები, რომლებმაც ეს გადაიტანეს, ჩუმად იყვნენ. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ ისტორიკოსებმა გასაიდუმლოებულ არქივებზე წდომა შეძლეს. დაიწყო დოკუმენტების გამოქვეყნება, თვითმხილველთა დაკითხვა და ჩვენებების გავრცელება. მოვლენების შესწავლა შიშის გარეშე გახდა შესაძლებელი და გაჩნდა მთავარი კითხვები. რატომ მოხდა ეს? შეიძლებოდა თუ არა კატასტროფის თავიდან აცილება? ვინ არის პასუხისმგებელი? საბჭოთა კავშირში 1921-1923 წლებში მომხდარი შიმშილობა იყო თუ არა მხოლოდ ბუნებრივი კატასტროფა? თუ სახელმწიფო პოლიტიკის, ფორსირებული ინდუსტრიალიზაციისა და გლეხობის წინააღმდეგ მიმართული ტერორის შედეგი. ისტორიკოსთა შორის ამაზე ცალსახა პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს. თუმცა არის კითხვა, რომელზეც პასუხი დანამდვილებით ცნობილია. ამ მოვლენების ფასი მხოლოდ ციფრებით არ იზომება, არც სტატისტიკით და არც საარქივო დოკუმენტებით. არამედ ადამიანური ბედით. იმ ადამიანების ბედით, რომლებმაც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედია გადაიდო. ვიდეოს დასასრულს ერთ რაღაცას გითხავთ. თქვენს გარშემო რამდენი მიტოვებული ქარხანა-ფაბრიკა იცით? მათ ასაშენებლად ეს ტრაგედია მოხდა. და იმის მაგივრად, რომ ქვეყნის განვითარებისთვის გამოგვეყენებინა, რაც შეძლეს გაყიდეს, რაც შეძლეს ჯარში ჩააბარეს. და ამით ისტორია დასრულდა. უცნაური არა? დიდი მადლობა, რომ ასეთ რთულ და ემოციურ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. უნდა გთხოვოთ, რომ გამომიწეროთ, მოიწონოთ ვიდეო და დამიტოვოთ რაიმე სახის კომენტარი. დროებით.